ძალიან დიდი მადლობა. დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, აღდგომას გილოცავთ. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი აღდგომა, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო აღდგომის დღესასწაული. მე ვფიქრობ, რომ ბევრი განსხვავებული გზით შემიძლია ვთქვა, რომ სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ასე რომ, შუადღე მშვიდობისა. ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს განსახილველი. ჩვენ საკმაოდ კარგ დეტალებს განვიხილავთ და გვყავს ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩართული. ჩვენ მოგცემთ სიზუსტეს. და ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე რთული, ყველაზე შემზარავი საბრძოლო ძიების წარმატება. ვფიქრობ, თქვენ ამას დაარქმევდით სამძებრო და სამაშველო მისიას, რომელიც ოდესმე სცადეს სამხედროები. როცა თვითმფრინავები ომში ვარდება, განსაკუთრებით როცა ძლიერ ბოროტ ჯგუფს ებრძვი, შეგიძლია ამის გაკეთება, რადგან 200 კაცს გზავნი ერთი სასაყვანად და ეს ისეთი რამეა, რასაც, როგორც წესი, იმდენად არ ცდილობენ, რამდენადაც გინდა სცადო. And it's something that's usually not attempted as much as you want to attempt. And bad things happen. ეს ერთი ან ორი მოხდება. და ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთეთ ორი და შესაძლოა ადრე არ ვცადეთ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ და მივიღეთ. ჩვენ გვქონდა დიდი ნიჭი. ჩვენც ცოტა იღბალი გვქონდა, ვიტყოდი. და ჩვენ დაგვეხმარა ბევრი ადამიანი, ბევრი დიდი ადამიანი. მათ ჩემთვის დიდი პატივი იყო მასში ჩართვა. ეს ძალიან ისტორიულია. ეს ისტორიული სამაშველო ოპერაციაა. ეს წიგნებში გადავა. გვიან ხუთშაბათს ღამით ამერიკული F-15 გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვარდა ირანის მტრის ტერიტორიაზე ოპერაცია Epic Fury-ში მონაწილეობისას. სადაც წარმოუდგენლად კარგად მუშაობთ, ისე იმ დონეზე, რომელიც აქამდე არავის უნახავს. მთელი ქვეყნის გაყვანა ერთ ღამეში შეიძლება და ეს ღამე შესაძლოა ხვალ ღამითაც იყოს. ეკიპაჟის ორივე წევრი თვითმფრინავიდან გადმოვარდა და ცოცხლად დაიშვა ირანის მიწაზე. მაშინ ემთხოვეს გადაწყვეტილების მიღება. მე ვუბრძანია შეიარაღებულ ძალებს გაიკეთებინათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო ჩვენი მამაცი მეომრების სახლში დასაბრუნებლად. სარისკო გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ შეგვეძლო 100 მკვდარი დაგვესრულებინა, ვიდრე ერთი ან ორი ძნელი გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ შეერთებული შტატების სამხედროებში ჩვენ არ ტოვებთ ამერიკელს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. რამდენიმე საათში ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა განათავსეს 21 სამხედრო თვითმფრინავი მტრულ საჰაერო სივრცეში, ბევრი დაფრინავდა ძალიან დაბალ სიმაღლეზე, ტყვიებს ესროდნენ. თოფებს მაშინ ვრთავ თამაში, როცა ასე დაბლა დაფრინავ, მაგრამ არსებობს გარკვეული უპირატესობებიც. დადღისით ირანის თავზე 7 საათის განმავლობაში, ზოგჯერ ძალიან მძიმე მტრის ცეცხლის წინაშე. ჩვენ გვყავს ვერტმფრენი, რომელშიც ბევრი ტყვიაა. შესანიშნავია, ახლა მივხვდით, რა კარგი იარაღია. ეს დანადგარები არავის არ აქვს ისეთი აღჭურვილობა, როგორიც ჩვენ გვაქვს და არავის არ ჰყავს ისეთი ჯარი, როგორიც ჩვენ, ახლოსაც კი არა. ყველაზე ძლიერი სამხედრო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ამ თვითმფრინავების ბორტზე მყოფმა ფრენის ეკიპაჟებმა და სამხედრო მებრძოლებმა არაჩვეულებრივი რისკები მიიღეს თანამემამულე სამხედრო მოსამსახურეების გადასარჩენად. საძიებო სამაშველო ძალების პირველმა ტალღამ წარმატებით იპოვა F-15 ის პილოტი და ის მტრის ტერიტორიიდან 60 Jolly Green ორი ვერტმფრენით იქნა ამოყვანილი. შესანიშნავი ვერტმფრენია, რადგან მათ მეომრებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ძალიან ახლო მანძილზე ესროდნენ. გასაოცარია, რომ როდესაც ვერტმფრენს უყურებთ, რა მოხდა, არავინ დაშავებულა. იმავდროულად ეკიპაჟის მეორე წევრი, იარაღის სისტემის ოფიცერი, უაღრესად პატივცემული პოლკოვნიკი, პილოტისგან მნიშვნელოვანი მანძილით დაეშვა. როდესაც ამ სიჩქარით მიდიხარ, მაშინაც კი, თუ 2 ან 3 წამის შემდეგ გამოხვალთ, ეს მილებია. ეს არის მილები და მილის დაშორებით, რადგან თქვენ სწრაფად მიდიხართ. იგი მძიმედ დაიჭრა და აღმოჩნდა ტერიტორიაზე, სადაც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ტერორისტები იყვნენ თავმოყრილნი, ასევე ალყაშემორტყმული სამხედრო მილიცია და მრავალი ადგილობრივი ხელისუფლება. ამ ყველაფრის გარდა მათ უთხრეს თემებს, სინამდვილეში ირანის შიგნით, ირანის ხალხთან ერთად, მათ მიეცათ უზარმაზარი სტიმული ამ პილოტის პოვნაში.
მიუხედავად საფრთხისა, ოფიცერმა მიჰყვა ვარჯიშს და ავიდა მოღალატე მთის რელიეფზე და დაიწყო ასვლა უფრო მაღალ სიმაღლეზე, რისთვისაც ისინი გაწვრთნილი იყვნენ დაჭერისგან თავის არიდების მიზნით. მათ სურთ ყოველთვის შორს წავიდნენ სროლის ადგილიდან. რაც შეიძლება შორს წასვლა გინდა, რადგან ყველა პირდაპირ იმ ადგილისკენ მიემართება. თქვენ გინდათ იყოთ, რაც შეიძლება შორს და ის დაშავდა და ის საოცარი რამ იყო. მან კლიფის კლდეზე აძვრა საკმაოდ უხვად სისხლდენით, თავად დაამუშავა ჭრილობები და დაუკავშირდა ამერიკულ ძალებს თავისი ადგილსამყოფელის შესატყობინებლად. მათ აქვთ ძალიან დახვეწილი ბიპერის ტიპის აპარატი, რომელიც მუდმივად მათთანაა. და როდესაც ისინი ამ მისიებზე გამოდიან, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ აქვთ უამრავი ბატარეის ადგილი და ისინი კარგ ფორმაში არიან. და ეს მართლაც კარგად მუშაობდა. საოცრად გადაარჩინა მისი სიცოცხლე. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ მასიური ოპერაცია მთის საყრდენიდან გამოსაყვანად. და ის უფრო და უფრო მაღლა მიდიოდა. და სულ უფრო და უფრო უხეში ხდებოდა და მართლაც ძალიან ძნელი მოსაძებნი იყო. მეორე სამაშველო ოპერაციაში 155 ადამიანი მონაწილეობდა. თვითმფრინავები 4 ბომბდამშენი, 64 გამანადგურებელი, 48 საწვავ მზიდი, 13 სამაშველო თვითმფრინავი და სხვა. ჩვენ მათ გადმოგვყავდა და ბევრი რამ ფარულად ხდებოდა. ჩვენ გვინდოდა რომ მათ ეფიქრათ, რომ ის სხვა ადგილას იყო, რადგან მათ იქ დიდი სამხედრო ძალა ჰყავდათ. ათასობით ადამიანი ეძებდა, ამიტომ გვინდოდა რომ ისინი სხვადასხვა ადგილას გაგვეშვა, ასე რომ ჩვენ მიმოფანტული ვიყავით, თითქოს მათ თავზე ვიყავით. ჩვენ გვქონდა 7 განსხვავებული ადგილი, სადაც ისინი ფიქრობდნენ და ისინი ძალიან დაბნეულები იყვნენ, რადგან თქვეს, კარგი, დაელოდეთ, მათ აქ აქვთ ჯგუფები, მათ იქ ჰყავთ ჯგუფები. ეს საოცარი რამ არის. მე ვუსმენდი ამ დიდ ადამიანებს, ამ დიდ გენერლებს. გენერალი რეიზინგ კეინი და პიტ ჰექსეტიც საოცრები იყვნენ, მაგრამ ბოლომდე მოусმინე. ეს საკმაოდ საოცარი იყო. ასე რომ ყველა ეს სხვადასხვა ადგილი, სადაც ყველას ეგონა რომ ის მდებარეობდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის იქ გვყავს, რადგან მათ 9 თვითმფრინავი ატრიალებენ პატარა ტერიტორიაზე, რომელიც სანაპიროდან 25 მილის დაშორებით. ასე რომ ოსტატობისა და სიზუსტის ლეტალურობისა და ძალის თვალწარმტაცი შოუში ამერიკის სამხედროები ჩამოვიდნენ ამ მხარეში რეალურ ტერიტორიაზე, ჩაერთნენ მტერთან გადაარჩინეს ჩარჩენილი ოფიცერი. გაანადგურა ყველა საფრთხე და დატოვა ირანის ტერიტორია, ხოლო არანაირი მსხვერპლი არ მიიღო. გმირულივ 15 GCRS სისტემის ოფიცერი თითქმის 48 საათის განმავლობაში თავს არიდებდა ირანში მიწაზე დაჭერას. ეს დიდი დროა, როდესაც მკაცრ ფორმაში ხარ და როცა სისხლდენა გაქვს. დიდი ხანია, როდესაც დავტოვეთ, როგორც ალბათ იცით, გქონდა 2 დიდი თვითმფრინავი, ძველი, საკმაოდ ძველი თვითმფრინავი. მან ბევრი რამ შეასრულა. ჩვენ გვჭირდებოდა ბევრად მეტი აღჭურვილობა, ვიდრე გამოსვლა, ცხადია, რადგან შესვლისას ჩვენ გვჭირდებოდა მთების ასვლა და ბევრი აღჭურვილობა გვქონდა. მაგრამ ქვიშა იყო, ეს იყო ქვიშიანი, ძველი ქვიშა. ასე რომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თვითმფრინავის წონის გამო შეიძლება აფრენის პრობლემა იყოს. შემდეგ კი ყველა მამაკაცი თვითმფრინავებში ჩახტა და საკმაოდ მძლავრად გაიჭედნენ. და ჩვენ გვქონდა საგანგებო გეგმა, რომელიც დაუჯერებელი იყო. ჩვენ უფრო მცირეკები ვართ უფრო სწრაფად. თვითმფრინავები შემოვიდნენ და გამოიყვანეს. ჩვენ ძველი თვითმფრინავები ავაფეთქეთ და ნამსხვრევებად დავშალეთ, რადგან თვითმფრინავებში გვქონდა აღჭურვილობა, რომლის წაღებაც, სიმართლე გითხრათ, გვინდოდა, მაგრამ არ მგონია, რომ ღირდა იქ კიდევ 4 საათის გატარება მისი ასაფრენად. ასე რომ ჩვენ არ გვინდოდა, რომ ვინმეს ქონოდა. ჩვენ გვაქვს საუკეთესო აღჭურვილობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ვინმემ შეამოწმოს ჩვენი საზენიტო და სხვა აღჭურვილობა. ასე რომ ეს იყო დიდი თვითმფრინავები, რომლებიც საკმაოდ ძველი იყო. ჩვენ გავაფეთქეთ ისინი და უფრო სწრაფი. მსუბუქი თვითმფრინავები შემოვიდნენ და მათ შეძლეს ქვიშაზე დაშვება. უფრო დიდი თვითმფრინავები გჭირდებოდა, რადგან იმდენი აღჭურვილობა გქონდა, რამდენიც ვიცოდი. იქ 3 ვერტმფრენი ავიღეთ, რომლებიც ძალიან ძლიერად გამოიყენებოდა და მათ გარეშე ცხოვრება არ შეიძლებოდა. მათ გააკეთეს და წარმოუდგენლად კარგად შეასრულეს. და თუ დაინახავთ, არ დაიჯერებდით. ისინი გადმოვიდნენ თვითმფრინავიდან და ამ ბიჭებს ყავდათ ისინი. როტორები გამორთული იყო. მათ აღადგინეს ეს ვერტმფრენები 10 წუთზე ნაკლებ დროში. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი რამ. ეს არის ვერტმფრენები, პატარა, წარმოუდგენლად ძლიერი, მაგრამ პატარა, ძალიან პატარა.
ასე რომ მას შეუძლია მოხვდეს გარკვეულ ადგილებში და მათ თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს და სამივე აღადგინეს. მე ვიტყოდი, რომ 10 წუთზე ნაკლებ დროში. საკმაოდ გასაოცარია, თუ რა გენიალურობა აქვთ ამ ადამიანებს. ვინ იფიქრებდა? თქვენ ფიქრობთ, რომ მათ აშენებას 5 დღე დასჭირდება და ზოგიერთ კომპანიაში, რომელსაც 5 დღე დასჭირდება და ისინი ამას კარგად არ გააკეთებენ, მაგრამ ისინი კარგად გემსახურებოდნენ. როგორც მთავარ სარდალს, არასოდეს მავეწყდება ჩვენი მეომრების მიერ ბრძოლაში გაწეული უზარმაზარი რისკი და მათი გენიალურობა. გულისხმობ ვიფიქრეთ იმაზე, რომ სამი თვითმფრინავი ელოდება, რადგან ვფიქრობ, რომ ქვიშა იმდენად ცუდია, რომ ალბათ ვერ შევძლებთ აფრენას. და თვითმფრინავები ნამდვილად ჩაძირულია. ქვიშა იყო, ეს არ იყო ასაფრენი ბილიკი, ეს იყო ფერმა, არა ასაფრენი ბილიკი, ფერმა, მაგრამ მან შეასრულა. მაგრამ საგანგებო სიტუაციის საპირისპიროდ, 2 დღის ლოდინის საპირისპიროდ, წარმოგიდგენიათ სწორედ შუაში, ეს იყო ცენტრალური. ეს სწორი იყო. ამას ცენტრალურ კასტინგს დავარქმევდით, ფილმს ლოკაციისთვის იღებდით და ეს, ალბათ ჰირანის ყველაზე რთულად გადასაღებ ადგილას მოხდა, რადგან ჩვენ იქ ვიქნებოდით. ასე რომ ეს თვითმფრინავები, ეს პილოტები ძალიან სწრაფად და ძალიან სწრაფად მოვიდნენ და იქიდან გავიდნენ. ყველა ავიდა ბორტზე და მხოლოდ 15 წუთიანი ინტერვალებით მიიღეს მონაწილეობა. ერთი დატვირთვა, ერთი დატვირთვა, ერთი დატვირთვა და 3. ეს მოხდა და ჩვენ ამას ვუყურებთ. და ჩვენ თქვით, რომ ეს საოცარია. ბევრი თვალსაზრისით მე ვიყავი. მე თითქმის უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა, რაც მაშინ გქონდა ის ფაქტი, რომ თქვენ იცით, თუ ჩვენ გვექნებოდა ასაფრენი ბილიკი ან ღირსეული ნიადაგი, მაგრამ ეს საოცარი რამ იყო. მაგრამ ჩვენ მადლობას ვუხდით ღმერთს თითოეული მათგანისთვის. და ნიჭი, გენიოსი ნიჭიც კი არ არის, ეს გენიალურია. ეს მთელი თამაშია, თითოეული მათგანი. თუ გადავხედავთ, რა გავაკეთეთ მადუროსთან, ჩვენ შევედით სამხედრო კომპლექსში, მასიურ ათასობით და ათასობით ჯარისკაცით. და რამდენიმე წუთში და ის რკინის კარებს მიღმა ცხოვრობდა. იყო ფოლადის კარები, ასე სწრაფად დაარღვიეს. და თითქმის რამდენიმე წუთში ის ამ თვითმფრინავების უკანა მხარეს იყო. ეს იყო მსგავსი ჯგუფი, წარმოუდგენელი. ჩვენ გვყავს წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხი და თუ დრო მოვა, ჩვენ გადავადგილდებით ცასა და დედამიწას, რათა უსაფრთხოდ დაუბრუნდეთ სახლში. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხალხის სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას. მინდა მადლობა გადავუხადო აშის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, რომელიც მონაწილეობს ამ ისტორიულ ოპერაციებში. ისინი მართლაც ისტორიული იყვნენ. ეს უბრალოდ არ არის ის, რაც გაკეთდა და თქვენ მიხვდებით ამას. არა ის, რომ მათ არ სურთ ამის გაკეთება, მაგრამ როდესაც თქვენ მიდიხართ ადგილებში, როდესაც უყურებთ ვერტმფრენებს, როდესაც უყურებთ ტყვიების რაოდენობას და ყველაფერს, რაც მათ აიღეს, როდესაც ამ ადგილებში შედიხართ, თქვენ არ გამოდიხართ ისე, როგორც ჩვენ გამოვედით. ღმერთი გვიყურებდა. გეუბნებით, რომ ეს იყო აღდგომის დღესასწაული. ჩვენ ვიყავით აღდგომის ტერიტორიაზე, ფიქრობ, მაგრამ ღმერთი გვიყურებდა. საოცარია, რადგან როდესაც უყურებ მათ მიერ წაღებულ ტექნიკას, ისინი დაზიანდნენ. გეუბნებათ, პირველი რაც ვთქვი არის ის, რომ ეს წარმოუდგენელი მანქანებია, როგორ გაფრინდნენ უკან და არც ისე დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს ორი არაჩვეულებრივი გადარჩენა იმიტომ იყო, რომ ძალიან მაგარი. და როგორც ალბათ იცით, პირველზე 1 საათის განმავლობაში არ გვისაუბრია. შემდეგ ვიღაცამ რაღაც გაჟონა, რომელიც იმედია გაჟონვის ავტორს იპოვიან. ჩვენ ვეძებთ იმ გამჟღავნებელს და ვისაუბრეთ, რომ ვიღაც დაკარგულია. მათ ძირითადად თქვეს, რომ ჩვენ გვყავს ერთი და ვიღაც აკლია. მათ არ იცოდნენ, რომ ვინმე დაკარგული იყო, სანამ ამ გამჟღავნებელმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია. ასე რომ ვინც ამას გააკეთებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ამის გარკვევას, რადგან ჩვენ ვაპირებთ წასვლას მედია კომპანიასთან, რომელმაც გამოაქვეყნა, იგი და ვაპირებთ თქვათ ეროვნულ უსაფრთხოებაზე, უარი თქვას ან ციხეში წავლენ. და ჩვენ ვიცით, ვინ და თქვენ იცით, ვისზე ვსაუბრობთ, რადგან ზოგიერთი რამის გაკეთება არ შეგიძლიათ. რადგან როდესაც ეს გააკეთეს, უეცრად მთელმა ირანმა გაიგო, რომ მათ მიწაზე სადღაც იყო პილოტი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძოდა. და ამან ასევე გაართულა მფრინავებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის ძებნას აპირებდნენ. უცებ მათ იციან, რომ იქ ვიღაც არის. ისინი ხედავენ, რომ ყველა ეს თვითმფრინავი შედის. ოპერაცია გაცილებით რთული გახდა, რადგან გამჟღავნებელმა ინფორმაცია გაჟონა, რომელიც ჩვენ გვყავს, ერთი გადავარჩინეთ, მაგრამ არის კიდევ ერთი, რომლის გადარჩენასაც ვცდილობთ. ასე რომ სინამდვილეში ქვეყანამ ირანმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი შეტყობინება. თქვენ ყველამ დაინახეთ, რომ ის ძალიან დიდ ჯილდოს სთავაზობდა ყველას, ვინც პილოტს დაიჭერდა. ასე რომ მტრული, ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგი, ძალიან ბოროტი სამხედროების გარდა, ჩვენ გვყავდა მილიონობით ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ ჯილდოს მიღებას.
ასე რომ როდესაც ამას დაამატებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს გამჟღავნებელი, რადგან ეს ავადმყოფი ადამიანია, ალბათ ვერ გააცნობიერა, რამდენად ცუდად მოიქცა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა გააკეთა, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ. ეს არის ეროვნული უსაფრთხოება და ადამიანი, ვინც ეს ამბავი გააკეთა, ციხეში წავა, თუ ის არაფერს იტყვის. და ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ მათ ეს მისია დიდი რისკის ქვეშ დააყენეს. მათ ეს კაცი დიდი რისკის ქვეშ დააყენეს და ასობით ადამიანი, რომლებიც მის საძებნელად წავიდნენ, რადგან ახლა ყველა მიცის, რომ ჩვენ შევდივართ. გასული 37 დღის განმავლობაში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის თავზე 10,000-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს, რაც უპრეცედენტოა და დაარტყეს 13,000-ზე მეტ სამიზნეს. 15, რომელიც გასულ კვირას დაუკარგეთ, იყო პირველი პილოტირებული თვითმფრინავი, რომელიც მტერმა ჩამოაგდო ამ ოპერაციის განმავლობაში. ათასობით ფრენა მათ გაუმართლათ. ეს იყო იღბლიანი დარტყმა. იცი, ბოლოს გიმართლებს, მაგრამ ჩვენც გაგვიმართლა, რადგან ორივე დავიბრუნეთ. მაგრამ ეს არის ჩანაწერი, რომელიც შეუდარებელია სამხედრო-საჰაერო ოპერაციების ისტორიაში. არავის უნახავს მსგავსი რამ. დიდი პატივია მასში ჩართვა. გვიან ღამით ვიყავით და შემდეგ ველოდებოდით იმ კონტინგენტის თვითმფრინავების შემოსვლას. და ჩვენ ვამბობთ, მოდი, წავიდეთ, რადგან ისინი ელოდებიან ამ ფერმაში ასაფრენი ბილიკის გარეშე სველი ჭუჭყიანი ნიადაგით, ქვიშით, ძირითადად ქვიშით, სველი ქვიშით და თითოეული თვითმფრინავი ცოცხალია და ჩვენ ველოდებით და ვამბობთ, იმედი მაქვს, რომ შეიძლება დაშვება და აფრენა. და ისინი შემოვიდნენ, როგორც ჯადოსნური ბუმი, ერთმანეთის მიყოლებით გენიოს ჰგავდნენ. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამით, რადგან ჩვენ ცოტა შეშფოთებულები ვიყავით. ჩვენ ვთქვით, ბიჭო, თუ ისინი სწრაფად არ შემოვლენ და არ აფრინდებიან, ჩვენ იქ ჩავრჩებით და ეს იქნებოდა ირანისთვის პრემია, არა გენერალო. აი, მთელი სიმართლე იქ არის. და აი, ჩვენც იქ ვსხედვართ და თვითმფრინავს ველოდებით. მაგრამ ისინი ასე სწრაფად და ძლიერად შემოვიდნენ და ამ ბიჭებმა იცოდნენ ზუსტად რა უნდა გაიკეთებინათ. წავიდეთ, წამო, შევედით, წამო. ისინი ერთმანეთის მიყოლებით მოვიდნენ და არა ერთდროულად. მათ არ სურთ ერთდროულად მოსვლა. ისინი ერთმანეთის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. მათ ადგილი არ ჰქონდათ. ძლივს იყო ადგილი დასაშვებად. ძალიან სველი მიწისა და ქვიშის პატარა ნაჭერი. ასე რომ მე უბრალოდ ძალიან ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც აქ ვიდექით ჩემთან და ბევრ სხვასთან, ვინც მუშაობდა. იცით, რამდენი სტივუიტკოფია აქ. ის ფანტასტიკურად აკეთებს. ჯარედ კუშნერი. მაგრამ ხალხი, ვინც აქ არის სამუშაო, რომელიც მათ გააკეთეს, საოცარია და მგონი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს წარმოადგენ და ის არის ადამიანი, რომელსაც ცენტრალური კასტინგი აქვს. კარგი. თუ ფილმში გადაიღებენ ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის როლს შეასრულებ, ის ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვანთაგან. ჯონ რედკლიფმა იმ ღამეს ფენომენალური სამუშაო გაწია. მან გააკეთა ისეთი რამ, რაც არ ვიცი, გინდა თუ არა ამაზე ლაპარაკი. თუ გინდა შეგიძლია, დარწმუნებული არ ვარ, რომ ასე უნდა მოიქ. ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ სინამდვილეში ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ძალიან პასუხისმგებელი იყო ამ პატარა წერტილის პოვნაზე. თითქოს მათ გამოიყენეს გამოთქმა ერთ-ერთ შოუში, რომელზეც გენერალი საუბრობდა. ეს ჰგავს ნემსის პოვნას თივის გროვაში. ამ პილოტის და შეას პოვნა დაუჯერებელი იყო. და შეგიძლიათ, თუ შეგიძლია ილაპარაკებ. შესაძლოა ეს გასაიდუმლოებული იყოს ამ შემთხვევაში, თუ ამაზე ისაუბრებს, ციხეში უნდა ჩავსვა და არ მინდა მისი ციხეში ჩასმა.